1001 ღამე. რა მოხდა რაღაცინებს? ახლავე წაგიკითხავ. საყვარელო ოზჯან, ბედნიერი ვარ, რომ წლების შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს. თავს ისევ გრძნობ თითქოს ისევ ის სტუდენტი ნორჩე გოგონა ვიყო. და ასე შემდეგ შენი შაჰრაზადი. ფიზგულისათვის რას აკეთებ? ქალბატონ შაჰრაზადს ვეხმარები. სასიყვარულო წერილს ვწერ ოზჯანს მისი სახელით. როგორ? შაჰრაზადის სახელით ოზჯანს წერილს წერ? ხო. შაჰრაზადის სახელზე ახალი ელექტრონული პოსტა გავაკეთე, იქიდან გავუშვებ წერილს. ასეთ რამეს როგორ აკეთებ? ღმერთო. შაჰრაზადს ხომ ვერ ვაიძულებ ოზჯანს სასიყვარულო წერილი მისწერს. შაჰრაზადის სახელით ოზჯანს მივწერ და ოზჯანის სახელით შაჰრაზადს მივწერ. ისე რომ არაფერი ეცოდინებოდ? არა. ფიქრობ რომ ვერ გაიგებენ ამის უკან შენ რომ დგახარ? როგორ გაიგებენ? მანამდე შაჰრაზადმა მეუღლეს უნდა აუხსნას ეს სასიყვარულო წერილები საიდან გაჩნდა. საშიში ვინმე ხარ? ხო, ასეთი ვარ. საერთოდ არ მეცინება. გინდა გაიცინე, გინდა ნუ გაიცინებ, სულ არ მაინტერესებს. რა შენი საქმეა? სულ გაგიშდი, ჭკუიდან შეიშალე. თავი გამანებე. რა უფლებით აკეთებ ასეთ რამეს? მე შენ რა გითხარი? ასე თუ გაღიზიანებ, შეგიძლია წახვიდე. ფიქრობ, რადგან ქირას ვიყობთ, უფლება გაქვს ჩემ საქმეში ჩაერიო? რომ ძმეხოწო, მაინც აღარ დავრჩები შენთან, მანიაკო. აკო შორს არის დედა? ხო, შორს არის, მაგრამ თვითფრინავით მალე ჩავფრენდები. მამა შენთან ერთად რატომ არ მოდის? იმიტომ რომ მე ჩემ საქმეზე მივდივარ. მამაც თავის საქმეზე ხომ მიდის ხოლმე. ოდა ახლა მე მივდივარ. არ შეიძლება დეიდა მიხრიბანი აქ რომ დარჩეს? მე უნდა დამეხმაროს. ასე ნუ მოიღუშები. მეც ვიდარდებ. ჩემ საქმეებს ვერ გავაკეთებ. მარტო ხომ არ იქნები? მამა აქ არის, ლილიპუტიც აქ არის, დეიდა პირდევსიც. გამემშვიდობისა შვილო. გამემშვიდობისა დედა. ხალდილით თმას დამიწნი? რა თქმა უნდა დაგიწნი, საყვარელო. დაგიწნი და გაკოცებ კიდეც. ჩემო პატარა ლილიპუტო. დეიდა პირდევს ძალიან უყვარხარ. აქ რა მხიარულებაა? ქალბატონო შაჰრაზად. შეწუხდები. რა კარგად უგებთ ერთმანეთს. ლილიპუტს ძალიან უყვარხარ. მეც ძალიან მიყვარს. რა ჩამოგიტანო ბაქოდან? არაფერი. ბილძელს გისურვებ საყვარელო. პირდევს გავიდეთ. დეიდა პირდევსით ერჩეთ წიგნი უნდა წავეკითხოთ ერთად. კარგი, წაიკითხეთ. ღამემშვიდობისა. 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 საყვარელო. არ შეიძლება ბაქოში არ წახვიდე. ონორ, ისევ იმავე თემაზე უნდა ვილაპარაკოთ? კარგი, მესმის რომ მუშაობა გინდა. ახალი ოფისი გაქვს. შენი საქმეების კარგად მინდის, პროფესია გიყვარს. მაგრამ გინდა რომ დროის გასაყვანად ვიმუშაო, გავერთო არა? და სერიოზული საქმეების კეთება არ შემიძლია. ონორ, გუშინდელი კურს დამთავრებული ხომ არ ვარ? შენ სამსახურში იმიტომ ამიყვანე, რომ ბევრი მიღწევა მაქვს ჩემ პროფესიაში. მაშინ დაქორწინებულები არ ვიყავით. ახმედზე რომ ვიყავი დაქორწინებული, მაშინაც მუშაობდი. სულ მუშაობდი. საყვარელო, სამსახურზე უარს არ ვიტყვი. გაიგე ეს გთხოვ. ხელს თუ შემიშლი, ძალიან მეწყინება. მართლა. არ გეუბნები არ იმუშაო მეთქი. არ ვიცი, მაგალითად იქნებ სახლიდან იმუშაო. შენი ნება რომ იყოს სახლში გამომკეტავდი არა? მაშინ მალე დაბრუნდი. ნახოთ. რა ჯიუტი ხარ? ძალიან მოეშალა ნერვები იმ კაცს. და უთხრა, ჩემი ანგელოზი თუ ვიყავი, ქორწინების დროს სად ვზანდებოდიო? საყვარელო,
როგორი გონება ისტორიებს? შენ თემა მიკარნახე და უცებ მოვიფიქრებ ანეკდოტს. მოდი დავლიოთ. ლამაზო, ისეთი ლამაზი ხარ, რომ უკვე დავთვერი შენი სილამაზით. ძმაო, მეორე ოთახში გავდივარ. ჩვენ ცოტა ხანს კიდე ვილაპარაკებთ. მეტი რაღა უნდა ვილაპარაკოთ, ამდენი ხანია ვილაპარაკობთ. შენ ოთახში წადი. აი გული ახლავე მოვა. კარგი. არ ვალოდინო. შენც მინდი საყვარელო ოთახში შედი. ნუ ხარ გაშეშებული. გაიღიმე, გაიბრანჭე. არ შემიძლია. სტუმრად რომ იყავი იმ სახლში ცოლიან კაცს კარგად ებრანჭებოდი. მაშინ არ გწვენოდა? გაფრთხილებ პრობლემები არ შემიქმნა თორემ. თამერი არ გაპატიებს. მიდი. რა ხესავით გახარ? რას ელოდები? ჩანთები ჩავალაგე ბატონო. დაისვენე საჭესთან მე დავждები. კარგი? მადლობ გულჯან. მაშასე პასპორტი აქ არის, მობილური აქ არის, პროექტის ნიმუშები ჩემოდანშია. მგონი მზად ვარ. რა განარიულებს გეგონი რომ მთელი დღით მიდიხარ? ხოლ ხალ დედა. ხოლ არა შვილო, რამდენიმე დღე უნდა დარჩე. ლილიპუტ, რა ჩამოგიტანო იქიდან? არაფერი არ მინდა. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. დავოდის რომ დაგვაგვიანდება. საყვარელო. ნახვამდის. ლილიპუტ. ნახვამდის. ფირდევს. არ ინერვიულოთ ქალბატონო შახრაზად. ორივეს მივხედავ. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. მადლობ. ნახვამდის. ნახვამდის. ხომ არ იღლებით? ისაც არაფერს ვაკეთებ რომ დავიღალო. მთელი დღე წოლა მომბეზრდა. თუ გინდათ ყოველ დღე მოვალ ხოლმე? ძალიან გამახარებ. კერემი სად არის? ჰოლდინგში წავიდა, საქმეები ქონდა მოსაგვარებელი. დღეს ხომ შაბათია? ახალი შეკვეთა მივიღეთ, ამიტომ ბოლო დროს დაკავებულია. არც უნდოდა თორემ 5 წუთით შემოვლას მოახერხებდა. არც ბურაკ იმკითხულობს. ნეტავ ისევ იმ წლებში დამაბრუნა. ელჩინს გასულ კვირას ფასების ახალი სია უნდა მოემზადებინა. სად არის? სამშენებლო მასალები ამ ახალი ფასების მიხედვით შევუკვეთეთ. კარგია. კომპანია თუსერში შეხვედრა დავნიშნოთ ამ პროექტთან დაკავშირებით. უკვე შევუთანხმდი ხუთ შაბათისთვის. მართლა? ესე იგი სულტყვილად შევიკრიბეთ დღეს. ყველაფერი მოგიგვარებია. არა. კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. შაბათი დღე ჩაგიშხამე? რას ბრძანებთ ბატონო კერემ? აქაურობას როგორც სამსახურს კი არა, როგორც ოჯახს ისე აღვიქვამ. მართლა? გონი გადაჭარბებული შეფასება. არა. დამიჯერეთ რასაც ვგრძნობ, იმას ვამბობ. სეზენ, საყვარელო საუზმე გელოდება. დღეს ომლეტი მოგიმზადე ჩემო პრინცესა. ეს მეტნაკლებად კალორიული საუზმე მთელი დღით ძალას შეგმატებთ. კარგი? და ქმრისადმი სიყვარულსაც გაამყარებს. ახლა რა მოხდა? რატომ ხარ მოწყენილი? სულ მამა ჩემზე ვფიქრობ. ღამე თითქმის არ მიწინია. ცუდი სიზმრები მესიზმრებოდა. მართლა? საყვარელო, რატომ არ გამაღვიძე? ისეთ კბილად გეძინა. საყვარელო, თხოვ, ნუ დარდობ.
როგორ არ ვიდარდა ბურაკ? სად არის, რას აკეთებს? ამაზე რომ ვფიქრობ, ძალიან ცუდად ხვდები. დაურეკე მამაშენს. დღესვე მოვაგვაროთ ეს ამბავი. როგორ? დაურეკე. სადაც იქნება მივიდეთ, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. სულ ვურეკავ, მაგრამ არ მპასუხობს. კიდევ ერთხელ დაურეკე. არ დანებდე, მიდი. რა მოხდა? გათიშა. ცოტა ხან ზარი გადიოდა, მერე გათიშა. არ უნდა, ჩემთან ლაპარაკის სურვილი არ აქვს. კარგი რა. აშკარად გამირბის. თუ გაგირბის დავიჭიროთ. როგორ უნდა დავიჭიროთ? წამოდი წავიდეთ. მოუძებნოთ ვიპოვოთ. ხომ არ გაგიჟდი, როგორ ვიპოვოთ? არ ვიცი. სადაც საჭიროა იქ წავიდეთ და ვიპოვოთ. შენ წამოხვალ? რას ნიშნავს წამოვალ? ჩემი იდეა არ იყო. ჩემი ცოლის სრამლების ნახვა აღარ მინდა. ალბათ არიან ადამიანები, რომლებსაც ეცოდინებათ სად არის. ყველაფერი კარგად იქნება საყვარელო. რა კარგი ადამიანი ხარ. მადლობ. ამას ახლა მიხვდი? ოღონდ ერთი პირობა მაქვს. რა პირობა? ეს ომლეტი უნდა შეჭამო. ნახევარი საათი ვამზადებდი. თუ არ შეჭამ, არცად არ წავალთ. კარგი, ოღონდ ომლეტი კი არა, შენ რომ შეგჭამო შეიძლება? კარგი, თანახმავარ. დღეს საკმარისია. დანარჩენს ორშაბათს მივხედოთ. როგორც იტყვით. მინდოდა პროექტისთვის კვირას გადამეხედა. არა, ხვალ კვირა. შენს დაისვენა. კარგი, მაშინ ორშაბათამდე. რამდენიმე მეილს გავგზავნი და მეწავა. ნახვამდის. ქალბატონ ბენოს მოკითხვა გადაეცით. აუცილებლად. თვის ბოლომდე მომცადრო. არა საყვარელო ამბობს, მე თვითონ უნდა გადმოვიდე საცხოვრებლადო. არ ვიცი, სასწრაფოდ ახალი ბინა უნდა ვიპოვო. გმადლობ, მაგრამ თქვენ ისედაც სამნი ხართ. რამდენი დღე გავჩერდები მანდ. მაგდენის გადახდას ვერ შევძლებ. ავეჯით თუ იქნება უკეთესია. ყველგან იკითხე იქნებ ვინმეს უნდა და შეამხანაგება. კარგი, როგორც კი რამეს გაიგებ და მერეკე. კაცნი. შენი საუბარი მოვისმინე. ბინას ეძებ? ხო. სახლის პატრონმა მითხრა, მე თვითონ მინდა რომ ამ სახლში ვიცხოვრაო, სასწრაფოდ ახალი ბინა უნდა ვიშოვო. ალბათ წინააღმდეგი არ ხარ, ვინმე შეუამხანაგდე არა? დიახ, მაგრამ ვის ვნახავ, არ ვიცი. ყველას დაურეკე. რას ეთქვი ჩემს სახლში რომ გადმოხვიდე? როგორ? ჩემი მეგობარი იძულებული გახდა წასულიყო ამ ხელა სახლში მარტო დარჩი. სერიოზულად მთავაზობ? რა თქმა უნდა. ყურებს ვერ ვუჯერებ, ფიქრობდი, რამე შულება მეთქი და შენ გამოჩდე და. შეგიძლია ახლავე წამოხვიდე. რადგან ხვალ კვირა, ბარემ გადმოდი. რას ელოდები?
არ ვიცი, გაოცებული ვარ. ძალიან გამიხარდა. მეც. დიდხანს არ გაჩერებულა. სამსახური შემომთავაზეს სულ და წავიდა. ვინ შესთავაზა სამსახური? რაღაც თქვა, აღარ მახსოვს. ბოდრუმი თუ მარმარისი ახსენა. ესე იგი სამხრეთში წავიდა. სამხრეთში წავიდა. შეიძლება ანტალიაშიც. წარმოდგენა თუ გვაქვს, რამდენი კურორტია ამ ქვეყანაში. ვინც დაურეკა სახელი არ თქვამს? არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. ახლა შეიძლება გამიბრაზდეთ, მაგრამ შეიძლება იზმირშიც წასულიყო. ბარემ ქუშა დასიცხვე. გული არავის დასხლება. რა ვქნა ძმაო? მართლა არ ვიცი. რამე დავალიანება ხომ არ დარჩა შენ მიმართ. არა, ანგარიში გაასწორა. თუმცა შევნიშნე რომ ფული ძალიან ცოტა ჰქონდა. როგორ მივხვდი? ძლივს ეყო ფული, რომ ანგარიში გაესწორებინა. უთხარი ცოტა დაიტოვე მეთქი, მაგრამ არც მომისმინა. კარგი. მადლობა. რამეს თუ გაიგებ დაგვირეკა. კარგი ძმაო. ვიპოვით. გამარჯობა მასწავლებელო. გამარჯობა მუქი. გამარჯობა. შემოგწანდით. მამა, ბატონი სელიმი მოვიდა. მოგწანდით. მადლობთ. ბატონო სელიმ, გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? არა მიშევს, მადლობთ. მასწავლებელო, ფუნჯები და საღებავები მზად მაქვს. შეგვიძლია აქ დავსხდეთ და ვიმეცადინოთ. კარგი. შვილო, მოიცადე. ამოისუნთქოს ადამიანმა. არა, ბუქეთი მართალია, შეგვიძლია დავიწყოთ მეცადინეობა. წადი შვილო. კარგი. და ფაკიზეს უთხარი ჩაი დაუსხა სტუმარს. თუ გნებავთ ყავას მოადუღებს. არა, ჩაი იყოს. რა ლამაზი სახლია. ქალბატონი ფესონი შინ არ არის? დედა საყიდლებზე წავიდა. დავიწყოთ მუქი. მედით. დავიწყოთ. აქ მოგზანდით. ბავშვებო, გულჯანმა სუფრა უკვე გაშალა. ჯერ ხელები დაიბანეთ. მე დავიბანე. შენ ლილიბუტ? მე დავიბანე. მოგშირდათ? საყვარესია. კარგი რა ქან. ამას შენთვის შეჭამ. ამას მამიკოს ხათრით. ერთსაც დედიკოს ხათრით. ერთი დედიკოს ხათრით. ამდენივე გადავღე ლილიბუტს. ახლა რა თქმა უნდა? ეს ლილიბუტისთვის. ეს მამიკოს ხათრით. ეს კი? მეტი აღარ მინდა. ლილიბუტ ერთი შეაჰრაზადის ხათრით შეჭამე. არ მინდა. დედა ჩემი არ გიყვარს? რას ამბობ კან? ლილიბუტს დედაშენი ძალიან უყვარს. დედაშენს კი ლილიბუტი უყვარს, ხომ ასეა შვილო? გამარჯობა. მელეკ ძვირფასო, მიხარია შემოდი. მოიცადე? მომეცი და გეხმარები. დიახ. გაუშვი. გმადლობ. ისედაც დაღლილი ხარ. ზურგ ჩანთა მოიხსენი. დიდი მადლობა. ძალიან ლამაზი ბინაა. ახლა ეს შენიცა. ხო, მაგრამ ალბათ დრო დამჭირდება რომ შევეჩვია. დამიჯერე, მალე შეეჩვევი. ედა დიდი მადლობა ასეთი სიკეთისთვის. რას ამბობ ძვირფასო? შენ ბინა გჭირდებოდა, მე მარტო ვიყავი. ორივეს გაგვიმართლა. მართალი ხარ. მოდი დაჭიქი.
სულ ეს არის შენი ნივთები? არა, დანარჩენ ნივთებს იმ კვირაში გამომიგზავნიან. რაღაც ნივთები დიდ ყუთში ჩავალაგე, იმდენი ტანსაცმელი და სამკაული მქონია. ახლა ბევრი რამ აღარ მჭირდება. მართლა? თუ გინდა ნივთები შენ სათავში გავიტანოთ, მე სადმე წავიდეთ და გავართოთ. კარგი, ჩვენი ერთ ბინაში ცხოვრება აღნიშნოთ. ყოველთვის შესანიშნავი იდეები გაქვს. გამოდი შენ სათავს გაჩვენები, მედია მოგეწონება. დარწმუნებული ვარ. კარგად დაათვალიერე. თუ არ მოგეწონება, შეგვიძლია რამე შევცვალოთ. შენი გემოვნებით გადავაკეთოთ. ახალი ავეჯი ვიყიდოთ. ერთად მოვაგვაროთ ყველაფერი. კარგი. დარწმუნებული ვარ, აქ ბედნიერი ვიქნები. გმადლობ, ედა. წავალ ნივთებს ამოვალაგებ. კარგი. გებრიელად ვიერთით, გმადლობთ, დიდი მადლობა. ჩვენ შეხვედრას გამომარჯოს. ბევრი ცოდვა ჩავიდინე. ვიცი, ბევრს ვაწყენინე. ბევრი დავტანჯე და გავაუბედურე. მაგრამ მიუხედავად ამისა, ასეთ სასტიკს სასჯელს არ ვიმსახურებ, მეგობრებო. ამ ქვეყნად არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს ასეთ ბედს. რა ბედზე ლაპარაკობ? ყველაზე მეტად საკუთარმა ქალიშვილმა დამსაჯა. ასეთი რა ჩაიდინა? დაქორწინდა. ღმერთო ჩემო. ეს ხო კარგია. რა არის ცუდი გათხოვებაში? მან ოჯახი შექმნა. მამას სხვა რა უნდა სურდეს? მისი ქმრის მამა ჩემი მტერი იყო. წლების წინ იმ კაცმა მკვლელად გამომაცხადა, ელი ცხოვრება მომიწამლა. ჯოჯუხედად მიქცია. მიდი დაწვრილებით მოყევი. რომეოსა და ჯულიეტას ამბავს გავს. მიუხედავად მტრულად განწყობილი ოჯახებისა, მაინც დაქორწინდნენ. გაჩუმდი. არ გეწყინოს ვიღუმრეთ, რომ გამხიარულებულიყავი. ეს სულაც არ არის სასაცილო. უფლებას არ მოგცემთ ამ თემაზე იხუმროთ. ასე ნუ ლაპარაკობ, ნუ აბრაზებ. გაბატიე, მიდი განაგრძე. ისე ვარ პასუხობს. არა, ამჯერად არ ირეკება, ზარი არ გადის. ესე იგი მამაშენმა ტელეფონი გამორთო. თუ ისაც ცოცხალია. ეს რაც ნიშნავს? როცა ტელეფონი ჩართული იყო და არ მპასუხობდა, მშვიდად ვიყავი, ვიცოდი რომ ცოცხალი იყო, მაგრამ ახლა დარწმუნებული აღარ ვარ. იქნებ რამე მოუვიდა. არ გინდა სეზენ. ხო, ნუტირი. ამ დაწყებული ცხოვრებაში ერთადერთი რაც გამაჩნდა, ჩემი ქალიშვილი იყო. მის გამო არ ნებდებოდი. სამქვეყნად მის გარდა არავის არ ვენდობოდი, მაგრამ ახლა ჩემმა გოგონამ მიღალადა. საბრალო. რაც ყველაზე დიდ დარტყმას მისი საყვარელი ადამიანი თუ მიახენებს. თუ უნდა არ მაპატიოს, არც არასოდეს შემომხედოს, მას მხოლოდ კარგად ყოფნას ვუსურვებ. არ მინდა რამე დაუშავდეს. სულ ესაა. ასე გაგრძელება არ შეიძლება. მისურეკავ. კერემს. არ გინდა ბურაკ. არ გაბედო მასთან დარეკვა, მისგან არანაირი დახმარება არ მჭირდება. სამაგეროდ მე მჭირდება. არ გესმის, გეუბნები, არ მინდა მეთქი. ნუ ერევი. ვინ რეკავს? ბურაკი. ისმენ ბურაკ. საღამოშვიდობისა კერემ. სასწრაფოდ უნდა გელაპარაკო. რა თემაზე? თუ გცალია, შეიძლება რომ ახლა შევხვდეთ. კარგი, სად შევხვდეთ? იქნებ კლუბში მოხვიდე. კარგი. მაშინ შევხვედრამდე. რა უნდა? ხოლო სასწრაფოდ შევხვდეთო. ისევ რაღაც ჩაიდინა. როგორ გაბედა შენთან დარეკვა? აუცილებელია ბურაკმა რამე ჩაიდინოს, რომ დამირეკოს ბენო. ო, კერემ, ის დედა შენის მტრის შულზე დაქორწინდა. ბენო,
ის დედა ჩემი არ არის. ის მტერი კი მამა ჩემია. ქალბატონ სევალშვილის გამო გული შეტევა ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, ბატონ ბურაკს ეს სულ არ ადარდებს. ვენუ საიდან იცი ბურაკი რას გრძნობს? მხოლოდ ერთხელ ინახულა. მას მერე არც დაურეკავს. ვენუ შენ სინამდვილეში ვის ენერვიულობ? ამით რის თქმა გინდა? ქალბატონ სევალზე არ ნერვიულობ. მელექი გებრალება, რადგან ბურაკი ცუდად მოექცა. კარგი, შენთან ლაპარაკი შეუძლებელია, დროს ტყუილად ვკარგავ. მართლა არ მესმის შენი. საკმარისი აქ ერემ გეყოფა. ვერ ხვდები რა გინდა, რომ ბურაკი სამუდამოდ დავივიწყო? მითხარი. თავარი ის არ არის, მე რა მინდა. უკეთესია აღარაფერი არ მკითხო. მე კი ისე მოვიქცევი, თითქოს არაფერი არ ხდება. ძალიან კარგი. როგორც გინდა ისე მოიქეცი. ვის პორტრეტს ხატავ? დედა ჩემის? არა. აბა ვინ არის? რა შენი საქმეა? რა საკეთებ? დედა პირდებს ნახე რა გააკეთა? კან. კან? მაჩინი რა გააკეთე შვილო? მე აღარ მიყვარხარ, აღარ მიყვარხარ. არც მე მიყვარხარ. ბავშვებო, გეყოფათ. მათყო არა ხარ. დედას ხატავდი. კან, საკმარისია შვილო. ეს დედას პორტრეტი იყო. ნილუფერ. ნილუფერ. მოიცადე, გაჩერდი, ნილუფერ. მოიცადე, არ ინერვიულო ძვირფასა. კანმა მითხრა, მათყო არა ხარო. წამოწდა, არ უნდოდა ამის თქმა. იცის რომ არ იტყუები. ხო, მაგრამ არ დამიჯერა. ეგონა დედამის ხატავდი. დარწმუნებული ვარ, კანს ძალიან რწმენია. მამაც ნერვიულობს. ნოდარდობ, შედი კანს შეურიგდი, მე ერთად დახატეთ. არ მინდა. კანი თავის შეცდომას მიხვდა და მიჯერე. თქვენ ხომ დაძმა ხართ. ზოგჯერ ასეც ხდება. მინდით ერთმანეთს მოეხვიეთ და ყველაფერი დაგავიწყდებათ. ჩემს ოთახში მინდა წამომყვები? წამოყვები ძვირფასო, რა თქმა უნდა წამოყვები. ხომ ხვდები რომ ნილუფერს აწყენინე? ხო, მაგრამ დედანაც მაწყენინა. აბა შემომხედე. ერთმანეთს თვალებში უყურო და ისე ვილაპარაკოთ, კარგი? აბა მითხარი რა გაწყენინა? ნილუფერი შენი და შენს ნახატზე არ უნდა იყოს? ის ჩემი და არ არის. არა, შენი და და ძალიან უყვარხარ. შენ კი მისი ძმა ხარ. ხო, მაგრამ დედა არ უყვარს. არა, ეს არ არის სიმართლე. ნილუფერს უყვარს დედა შენი. მოდი ჩემთან. ნილუფერს ძალიან უყვარს დედა შენი. მასაც უყვარს ნილუფერი. უბრალოდ ჩემი და დედას გამოთი არასწორად გაიგო ნილუფერმა. შენს ვერ გაიგე, მაგრამ ხდება ხოლმე. მიუხედავად ამისა, ამ სახლში ყველას უნდა უყვარდეს ერთმანეთი და ბედნიერად ცხოვრობდნენ. კარგი? ძალიან ბედნიერად. ხო? შეთანხმდით? ხო. ხოჭა. სად დაიკარგნენ ჩვენი გოგოები? დიდი ხანია ველოდები და არჩენან. ქალბატონო ნადიდი ალბათ გზაში არიან. სუფრას რატომ ალაგებთ იმედ გოგოებს ჯერ არ უჭამიათ? ბატონმა ალიქემალმა დარეკა თქვა ფიოსონთან ჭამესო. კარგი, გასაგებია. მებია ბაბუა, ჩვენ მოვედით. აი, ჩემი გოგოები დაბრუნდნენ. საღამოშვილობისა დედა. გამარჯობა. გამარჯობა ბებია. აბა მითხარით თქვენ როგორ ჩაიარა? ძალიან კარგად. ჩვენივრად. დღეს ბუკეთი ძალიან ბედნიერი იყო. მიხარია ამის მოსმენა. რა საკეთებდით? ისევ დავიწყე მეცადინეობა, რამდენიმე ნახატით დავხატე. მეცადინეობა საათ? ჩემს გოგოს კერძო გაკვეთილები ექნება ხატვაში. მასწავლებელი სახლში ივლის. რომელი მასწავლებელი? ბუკეთის ხატვის მასწავლებელი. სელიმი. მერე?
გახსოვს კურსებზე რომ გვასწავლიდა? ხო, გუშინ გამოფენის გახსნაზე შევხვდით. მამამ შესთავაზა ჩვენთან სახლში იაროს და კერძო გაკოთელები ჩამიტაროს. შეთავაზებას დათანხმდა? რა თქმა უნდა დედა. ჯერ უარზე იყო, მაგრამ მერე დაგვთანხმდა. მე ძალიან მიხარია. კარგია რომ შახრაზადმა გამოფენაზე დაგვპატიჟა, თორემ სელიმ მასწავლებელს ვერ შევხვდებოდით. მართლა აღარაფერი გინდათ? მადლობ მერთ, არ გვინდა, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. ნამდვილად ასეა. ზარეულს ჩვენგან მადლობა გადაუხადე. მიხარია რომ მოგეწონათ. ღვინოს კიდევ დალებთ? დავლებთ. საღამოშვიდობისა. გამარჯობა ქერემ. საღამოშვიდობისა. როგორ ხარ? კარგად ჩვენ? კარგად. აქ დაჯდები თუ ბართან? არა, ბურაკს დაველოდები. ცოტა ხანს ჩვენთან არ დაჯდებით? მადლობთ, მაგრამ მალე ბურაკი მოვა. დროებით, კარგი დროებით. თქვენ აქ რას აკეთებთ? და მეგობრებას აღნიშნავთ? როგორც ჩანს უკვე იცით. ო, ბენუ მითხრა. ორივეს გამო მიხარია. მადლობ ბატონო ქერემ. ჩვენც ძალიან გვიხარია. რატომ დგახართ? სანამ ბატონ ბურაკს ელოდებით, ნება მოგვიცით, გაგიმასპინძლდეთ. აი, ისიც მოვიდა. გამარჯობა ბურაკ. საღამოშვიდობისა მერთ. სხვა დროს იყოს. როგორც გინდათ. ბურაკ, როგორ ხარ? თუ შეიძლება აქედან წავიდეთ. მოგეშინია, მელექი სკანდალს არ მოაწყობს. მოდი, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. არა, აქ არ მინდა ლაპარაკი, ქერემ. ნუ აზვიადებ. წამოდი, ქერემ, აქ ყოფნა არ მინდა, გთხოვ? ჭარგი, ნახვამდის. ნახვამდის. როგორ მომბეზრდა? მგონი ბურაკს ისევ მოსწონხარ. რატომ გონია? ხომ ხედავ, ჩემი დანახვაც არ უნდა. მელეკ ძვერფასო. შენ კი არ აღიზიანებს საკუთარ თავს არენდობა. როგორ? მგონია ასე ადვილად შეძლებდა შენს დავიწყებას. ის ხომ დაქორწინდა და ის ვულგარული გოგო შეირთოცოლად. გაშორდება, მერე რა? უკეთესიცაა. დაოჯახებული კაცის შეცდენა უფრო ადვილია. ახლა ხან დაქორწინდა. ძვერფასო, მელეკ, მოთმინება უნდა გამოიჩინო. ახლა მსხვერპლის როლს თამაშობ. დაწყნარდი და თავდაჭერილად მოიქეცი. მერე? ცოტა ხანს იმ გოგოსთან გაერთობა. და შენთან დაბრუნდება, არ ინერვიულო. ასე გონია? რა თქმა უნდა. სულყვილად დარდობ მელექსზე. ქერემ, მელექსზე სალაპარაკოდ არ მოსულ ვარ. კარგი იქნებოდა პრობლემას არ მიქმნიდეს. თავი მომაბეზრა. მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა მაქვს. რა მოხდა? სეზენის მამა სადღაც დაიკარგა. ჩასტუმროში ცხოვრობს ბეიოღლუში. იქ აღარ არის. წავიდა და მისი ადგილსამყოფელი არ ვიცით. გაიგო რომ დაქორწინდით? გაიგო. სწორედ ამის გამო მოხდა სკანდალი. მობილურზე დაურეკეთ. რა თქმა უნდა, ბევრჯერ დაურეკეთ. ჯერ ზარს გვითიშავ და ახლა საერთოდ გამორთო ტელეფონი. ქერემ. სეზენს ეშინია რომ რაღაც შეემთხვა. მელეკ, ძვერფასო, ნუ ნერვიულო ბაჯობებს ჩემ რჩევა გაითვალისწინო. ედა რას ამბობ? შენ თვითონ ნახე. მერც დაინახე შენი მეგობარი როგორ მოიქცა? გეყოფა. რა მისი საქმეა? შევეცდები ხვალ რამე გავიგო. იქნებ რომელიმე მუსიკალური ჯგუფთან ერთად წავიდა გასტროლზე. შეიძლება. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და შენთან ამიტომ მოვედი. აბავისთან უნდა მისულიყავი. სეზენი როგორ არის? მამას თუ ნახავს თავს უკეთ იგრძნობს. ბედნიერი ხარ? ძალიან. შტაბეჭდილება მრჩება რომ ნაწყენი არ ხარ ჩვენზე. ო, ასე. მართლა? მეგონა ძალიან გაბრაზდებოდი. როგორც მელექს მოიქეცი ისე რომ მოქცეულიყავი ძალიან გავბრაზდებოდი. დრო რომ გაგეტარებინა მასთან და მერე მიგეტოვებინა ნახავდი რა დღეში ჩაგაგდებდე. მაგრამ ხედავ რომ ჩემი და მართლა გიყვარს. ამას სიტყვებით ვერ აღწერ ქერემ. გეფიცები. არ ვიცი. ცხოვრებაში მსგავსი რამ არ გამომიცდი. ძალიან მიყვარს. ორივეს გილოცავთ. ბედნიერებას გისურვებთ. მადლობ.
მოდი რა მოგეხვიო. ძალიან მომენატრა. მეც მომენატრა. დედა როგორ არის? ისევ გაბრაზებულია ჩემს. დაივიწყე, მალე შეგუება. ბენუ? ისე შეგუება. კარგი იქნება, მელიქიც თუ შეგუება. დროებით, დროებით. დედა პირდად ყვავილებს კიდევ მოვიტან. ეს ცეკმარისია კან. როდის იქნება მზად? თითქმის მზადა. დროზე მორჩი, მალე ნილუფერი მოვა. ნუ ნერვიულობ ძვირფასო, ახლავე მორჩები. პირდებს. აბა მზადა? ხო, მზადა. მიდი წაუღე და სიურპრიზი მოუწყე. მამა თვალებზე რატომ მომაფარე ხელი? ვერ გეტყვი, სიურპრიზია. რა სიურპრიზი? სათხარ? ხო. საყვარელო, სიურპრიზი ქაანისგან. ეს დედა პირდებს მაგააკეთა. მე გავაკეთე, მაგრამ შენი იდეა იყო კან. შენ შემომთავაზე რომ ლილიპუტისთვის ყვავილების გვირგვინი გაგვეკეთებინა, ეს ლამაზი ყვავილები შენ თვითონ დაკრიფე. გმადლობ ხან. ლილიპუტა ლამაზია? ძალიან. გინდა მე გაგიკეთა. კარგი. მე ხდება? ძალიან გიხდება. აბა, შენს მოსაკოცე? მეც გაკოცებ. ოჯახ. ხან, შენ მოიფიქრე? გოშენ ერთ ზღაპარში ყვავილების გვერგვენზე წავიკითხე. მოდი შახრაზადისთვისაც გავაკეთოთ, რომ ჩამოვა, მასაც ვაჩუქოთ. გავაკეთოთ, დედასაც მოუხდება. შვილო რა მოგაფიქრა რომ იმ მასწავლებელმა კერძო გაკვეთილები ჩაატაროს? არ მისმის რა მოხდა დედა? უცხო ადამიანს რა ესაქმება შენ სახლში? უცხო არ არის. ის ხომ სელიმია, ბუქეთის მასწავლებელი. რა მნიშვნელობა აქვს მაინც უცხოა? მინდა რომ ბუქეთი ბედნიერი იყოს დედა. ვერ შეამჩნია, ის მასწავლებელი როგორ უყვარს. ის ხომ ბავშვია. მალე შეუძლია ადამიანის შეყვარება და დავიწყება კურსებზე რომ აღარ დადიოდა მოწყენილი იყო, მე გადაუარა. უმერთო ჩემო, ფიუსუნი წინააღმდეგი იყო. არ მესმის თქვენი. რა არის გაუგებარი, ფიუსუნი მართალია, მარტო ხელაქალია. ხალხი რა სიტყვის? ჭორები გაგვაკლდა. დედა მე სულ მის გვერდით ვარ. ვინი ჭორავებს? შვილო იქნებ გადაიფიქრო. იმ უცხო ადამიანის გამო უსიამოვნება რა გინდა? უარი უთხარი. ძალიან მთხოვე რომ მოსულიყო. ახლა უარი როგორ უთხრა? ღმერთო, ძნელია? რამე მოიფიქრე? მაგალითად უთხარი რომ ბუქეთს სასწავლებლად საზღვარგარეთ აგზავნი. ან უთხარი რომ ბებია წინააღმდეგი, რამე მოიმიზეზე? აღარ მოვიდეს იმ სახლში. ძვირფასო მოგშივდა? თი მოსაყვარელო. აბა მომეცი? ფაკიზე. აქ იყავი პატარა? მალე დავბრუნდები. ფიუსუნ მოიცადე. ახლავე წადი. ფიუსუნ. წადი აქედან, წადი. ასე ადვილად ვერ მომიშორა ფიუსუნ. პოლიციას გამოვიძახებ. აქედან გაგაგდებ, წადი. ფიუსუნ, პოლიცია სიყვარულს ვერ დამიშლის. მომისმენე სელიმი. რაც არ მინდა იმის გაკეთებას ნუ მაიძულებ. ისე უნდა მოიქცე როგორც გინდა. რას გულისხმობ? ხო, ნუ გამერბი ხარ. მე მიყვარ ხარ. ვიცი რომ შენს გიყვარვარ, ფიუსუნ. ჩემი დავიწყება ვერ შენ შეძელი. ჩადენილი დანაშაული არასოდეს დამავიწყდება. წადი აქედან. ახლაც ვწოდავ. ფიუსუნ, ცუდს არაფერ ჩავდივართ. ხელს ვერავინ შეგვიშლის. შენ ქმარი არ ყავს, არც მე ვარ ცოლიანი. მოდი სიყვარულით დავთქმეთ. რა სიყვარულით, რომელი სიყვარულით? გეუბნები არ მინდა მეთქი, რატომ არ გესმის? ფიუსუნ, მომისმინე სელიმი. ამ ქვეყნად მარტო ჩვენ ორნი რომ დავრჩეთ. ჩვენ შორის მაინც არაფერი მოხდება, ეს არ მოხდება. ჩემზე გაბრაზებული ხარ და ამიტომ ლაპარაკობ ასე. თუ მერტი გწამს, წადი, გთხოვ. კარგი, ბავშვი ტირის და ამიტომ წავალ, მაგრამ ჩვენ ისევ შევხვდებით, ფიუსუნ. ისე როგორც ადრე. წადი, გემუდარები. ნახვამდის. წადი. ალო?
ალო. ონურ, როგორ ხარ საყვარელო? კარგად, უკვე ჩამოფრინდი აეროპორტში ხარ? არა ძვირფასო, ჯერ ბაქოში ვარ. როგორ ხარ? კარგად ძვირფასო, მიქრიბანიც კარგადაა. ბავშვები როგორ არიან? რამე პრობლემა ხომ არ არის? შაჰრაზად, ბავშვები მშვენიეროდ არიან, არანაირი პრობლემა არ არის. შენ რა ნაწყანი ხარ ჩემზე? არა, უბრალოდ ძალიან მომენატრე. მეც მომენატრე ძვირფასო. ვეცდები საქმე დროზე მოვაგვარო. მიდი მოაგვარე და მალე ჩამოდი. ონურ, ისმენ? შენთან ერთი თხოვნა მაქვს. ის კომპანია, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. ხო, ტელეფონის ნომრები ჩემს ელექტრონულ მისამართზე აქვს. ხო, იქნებ მომიძებნო. მან ვერ ამოწმებს შენს ელექტრონულ მისამართს. ვერა, ინტერნეტის ხაზებს თვლიან. გუშინდელი დღიდან არ მუშაობს. ხო მომიძებნი? რა თქმა უნდა, ახლა ბაღში ვარ, ორტოში კაბინეტში შევალ და ვნახავ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა ძვირფასო. ძლის გავიღვიძე, როგორ ჩანს შენ ადრიადექი. დღეს ხომ ისვენებ, შეგეძლო არ ამდგარიყავი. ამდენ ხანს არ მძინავს ხოლმე, მაგრამ შენ მალაპარაკმა დადებითად იმოქმედა ჩემზე. ვერც მივხვდი, როდის ჩამეძინა. კარგად გეძინა? ჩვენივრად. თუ გინდა შხაპი მიიღე. კარგი? მე შეგვიძლია ერთად ვისაუბროთ. კარგი, ახლავე მომემზადები. ნოჩქარობ დრო გვაქვს. ვნახოთ ქალბატონი შაჰრაზადი რა სახეს მიიღებს, როცა სიყვარულითა და გრძნობით სავსე წერილს დაიკითხავს. ძვირფასო რაკენი, ნახე წერილები. ერთი წუთით ვეძებ. კარგი? კიდევ ერთხელ გამიმეორე პაროლი. გახსენი? ხო, გავხსენი. ნომრები ბოლოს მოსულ შეტყობინებებში უნდა იყოს. შეგძლია იქ ნახო. ვეძებ. შაჰრაზად, როგორც იქნა გავბედე რომ მომეწერა. შენმა დანახვამ ძველი დრო გამახსენა. წლების მერე კიდევ უფრო მომხიბვლელი გამხდარ ხარ. მოუთმენლად ველოდები შენთან შეხვედრას. ალო. ონურ, ძვირფასო იპოვე? ვიპოვე, ჩაიწერე. კარგი, ახლავე? ბაქოს კომპანია. 145, 28, 32, 15. გასაგებია, გმადლობ. აბა, რას აკეთებთ? ალო? ალო? ონურ, გესმის ჩემი? ხო. გეკითხები, რას აკეთებ მეთქი? როგორ ხართ? ბავშვები რა შრებიან? ბავშვები კარგად არიან, უნაროილობ. ჩვენ ალბათ მალე დავბრუნდებით, თითქმის ყველაფერი მოვაგვარეთ. ხვალ ქალაქის მერს ხვდებით. გასაგებია. რა ხდება, ასეთი ხმით რატომ ელაპარაკები? როგორი? თითქოს საერთოდ არ გაინტერესებს. არა, რას ამბობ? შაჰრაზად, ბავშვები მეძახიან, უნდა წავიდე. კარგი, წადი. ჩემს ჩამოსვლამდე არ მოიწყინოთ. კარგი, ნუღელა. ონურ. ისმენ. ძალიან მომენატრე. მეც. კარგი, თავს გავფრთხილდი. კარგი, ძვირფასო, არ ინერვიულო. მიქრიბანის ხათრით ყველა კარგად გვექცევა, თითქოს საკუთარ სახლში ვართ. აქ ყველას იცნობს. რა თქმა უნდა, ის ხომ თავის სამშობლოშია, თან იქავრობა ძალიან უყვარს. ხო, ასია, ძალიან ბედნიერია. კოცნი, ნახვამდის. მეც კოცნი, ნახვამდის. შაჰრაზად, როგორც იქნა გავბედე რომ მომეწერა. შენმა დანახვამ ძველი დრო გამახსენა. წლების მერე კიდევ უფრო მომხიბვლელი გამხდარ ხარ. მოუთმენლად ველოდები შენთან შეხვედრას.
იდი გაიქეცი. ნილუფერ, ნუ დარბი ხარ, მოდი ჩემთან. მოდი აქ. აბა მაჩვენე ღმერთო, სულ გაუფრიანდი. შვილო, უნდა გამოიცვალო, წამოდი. მე რა გამოიცვლი დედა ფირდებს, ცოტა ხანში გთხოვ. ნილუფერ, ღმერთო. გაიქეცი. ხედავთ რა ცალკები და მოუსვენრები არიან. რა მოხდა ბატონო ონურ? არა, არაფერია. ნახავ ახლავე დაგიჭერ. აბა დამიჭირე. იდი გაიქეცი. ვერ დამიჭერ. ნახოთ. ვერ ვიჯერებ, ესე იგი დაქორწინდნენ? ბატონი ქერემის და შეერთო ცოლად? ღმერთო, რა უცნაურია. იმ გოგოს მაგარი ბედი ქონია. ახლა მივხვდი ქალბატონი სევალი რატომ გახდა ცუდად? ედა ის უბრალო მიმტანი კი არა, გველია, ნამდვილი გველი. მას სულ სხვა მიზანი აქვს. მალე ყველაფერს მიხვდება. ძალიან უცნაურია. ეს ამბავი ფილმს გავს. ხო, ფილმს, რომლის ეპიზოდშიც მე ვარ. რა სისულელია? ჩემი აზრით პირიქითაა. როგორ? ვერ ხვდები, რომ ბურაკის ხვების ჯიბრზე დაქორწინდა. ჯიუტია, სინამდვილეში შენ უყვარხარ. გირჩევ პრობლემას ნუ შექმნია, ეს ქორწინება დიდხანს არ გასტანს. ცოლის ხასიათსაც მალე გაიგებს. ბატონმა ქერემმა ის გოგო დადაღიარა? მე მგონი აღიარა. ზუსტად არ ვიცი. ღმერთო, ბინიაფის უფროსებზე რამდენი საიდუმლო გაგანდე. ნუ ღელა მელეკ ამის შესახებ ვერავინ გაიგებს. საიდუმლოს შენახვა მეხერხება. მომისმენე, ეს ბინიაფი კი არა. საიდუმლოებებით მოცული ფირმაა. ყველა რა უცნაური ყოფილა. რაღაც მინდა და მეკითხა. მკითხე. გუშინ მე და ქალბატონი შახრაზადი სამედიცინო ცენტრის გახსნას დავესწარით. თუ არ ვწდები ახმეთ ევლიაუღლუს სახელს ატარებს. რამე იცი ამის შესახებ? არ მესმის, რა უნდა ვიცოდე? ვინ არის ახმეთ ევლიაუღლუ? აიცი? ქალბატონმა შახრაზადმა იმ შენობის პროექტი გააკეთა. არაფერი არ ვიცი, ალბათ მისი ნათესავია. გემრიელად მეირთვით. კარგად ხართ? რამე ხომ არ გინდათ? მადლობელი ვიქნებით კიდევ თუ მოგვიტან ღვინოს. ახლავე ქალბატონო. იმავე ღვინოს დალევთ? ხო, თუ შეიძლება. მერტ კიდევ რამდენიმე მიმტანი უნდა აიყვანო, თორემ ყველაფერს შენაკეთებ. აქ მუშაობა მომწონს მელეკ, მაგრამ არ მიყვარს, როცა უზრდელებს ემსახურები. მერტი ამ კლუბის მენეჯერია არა? ხო, ასეა. მის მიმართ ზედმეტად თავაზიანი ხომ არ ხარ? რა ვიცი თითქოს? რას ამბობ? მერტი და ქერემი ღვიძლი ძმებივით არიან. ძალიან კეთილი და წესიერი ადამიანია. დიდი ხანია მეგობრობთ. მაბატი, არ ვიცოდი შენი მეგობარი თუ იყო. როგორ ხარ? გამარჯობა. შენი ზიც მოვა, გამარჯობა. კარგი ბიჭები არიან. ხომ არ გავიცნოთ? მოდი ხელი შევუკვეთოთ. კარგი. შენ გაიცანი, მე ასეთებს გაურბი ვარ. რა სისულელია. სანამ ბურაკის ხვასთან ერთობა შენ ასე უნდა ინერვიულო. ადექი. ნორმალური ბიჭები არიან, წამოდი. დილიდან საღამომდე მუშაობ. ო, ასე ძმაო, მეც. გამარჯობა. მე ფიქრი არ შევაწუხებ, მეთქი და სასმელის დასაღებად თავად მოვედი. ეს ჩემი სამუშაოა და უნდა შევწუხდე, ხომ ასეა? რა თქმა უნდა.
ბავშვებო, მორჩით, ძილის დროა. მამა, ხვალ ცხენებზე საჭიროა წაგვიყვან? ხო, მამა, გთხოვ, ჩემი ცხენი მომენატრა. მეც. კარგი, შეიძლება წავიდეთ. დაგკვირდი რომ წაგვიყვან? ხო, მამა, გთხოვთ. გითხარით ვნახოთ მეთქი. აუცილებელია რომ გავამრასოთ. დედასაც ასე აბეზრებთ თავს. ხო. რა თქმა უნდა, ვაბეზრებთ. გასაგებია. საბრალო ქალი. კარგი, ყველა საქმეებს მოაგვარებ და წავიდეთ, კარგი? ხო. დანახვა ხართ? შევთანხმდით შვილო? ხო. ახლა კი დაიძინეთ. მიდი დაწეხი. შენ შეზ ოთახში წადი. ძილინებისა, კან. ძილინებისა. მამა, შეგიძლია წიგნი წამიკითხო? საყვარელო, შენს მშვენივრად კითხულობ. მიდი, დაწეხი. ნილუფერ ძვირფასო, წამოდი დაგაწვენ. წიგნსაც დაგიკითხავ. ძილინებისა. ერთი გვერდის წაკითხვა ვერ მოვასწარი, მაშინ მე ჩაეძინა. ბატონო ონურ. თელი საღამოა, რაღაც გაწუხებთ. არა, სტები, დაიძინეს? ხო. ჩაი ხომ არ მოგიტანოთ? არა, არ მინდა. კარგი. გავალ ცოტას გავისეირნებ. დედა ძალიან მომენატრე. მე ძალიან მომენატრე შვილო. დედა მიხრებანი სად არის? ბაქოში დარჩა. გადაწყვეტა თავის მეგობრებთან გაერთოს. როდის ჩამოვა? ნახოთ, ალბათ ცოტა ხანს იქ ცხოვრობს. ლილიპუტა, ძალიან ლამაზი კაბა გიყიდე. მე? შვილო, შენს გინდოდა კაბა? არა, მე რა ჩამომიტანე. შენ ქუდი გიყიდე. ორ დღეში როგორ გაზრდილ ხართ? ეტყობა ბავშვებს კარგად უვლიდი ონურ. თავს თვითონ უვლიდნენ. წამოდი დასხედით. ვერ მოვასწარი შენთვის მეკოცნა. ძალიან მომენატრე. ბავშვებო, სანამ აქ არ ვიყავი, რა საკეთებდით? არაფერს, მხოლოდ სკოლაში დავდიოდით. როგორ? ნუ თუ მამამ არ სადარ გაგასეირნეთ. ხანების ანახავად გვინდოდა წასვლა, მაგრამ შენ გელოდებოდით. ცუდია. ონორ საჯინიმბოში რატომ არ წახვედით? ბევრი საქმე მქონდა, ვერ მოვიცალე. ძვირფასო, მე მგონი ჩემზე ბრაზობ. რატომ უნდა ბრაზობდე? არ ვიცი. იქნებ ბაქოში ჩემმა გამგზავრებამ გაგაბრაზა. არა. უკვე დავბრუნდი. გთხოვ, ნუ ხარ მოწყენილი. ითხარი არ ვარ მეთქი. ძვირფასო, კარგად გიცნობ. ნაწყენი ხარ ჩემზე. უბრალოდ ძალიან მომენატრე. კომიცი როზე ჩემ გვერდით არ ხარ სულ მენატრები. ძვირფასო. ონურ, რომელი საათია? 4 საათზე ოფისში უნდა ვიყო.
განი გამარჯობა კომპანია ტრესის საფუთები მზად არის? კარგი მოგვიანებით მოვალ. ჰუნერს უთხარი ახალი პროექტის შედეგები მოამზადოს. კარგი ძვირფასო. შეხვედრამდე. ბატონო ქერემ, ყველგან ვეძებეთ. შესაბამის ორგანოებსაც ვასნობთ. პოლიცია, საავადმყოფოებს, ჟანდარმერიას, მაგრამ ვერსად ვერ იპოვეს. დაუჯერებელია. სად უნდა წასულიყო ის კაცი? გასართობ ადგილებშიც იყავით? იქაც ეძებეთ? ყველგან ვეძებეთ, მაგრამ ქალაქი დიდია. ამისთვის დრო გჭირდება. ძებნა გააგრძელეთ. თურქეთი დიდია. როგორც კი კვალს მიაგნებთ, მაშინვე შემატყობინეთ. ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ. კარგი ბატონო ქერემ. სეზენი ძალიან ნერვიულობს. პოვნის იმედი აღარ აქვს. აღარც იღიმის. მამამის რამე რომ დაემართოს, ამას თავს არასდროს აპატიებს. ნერვიულობ. ცუდი რამ რომ მომხდარიყო, უკვე გავიგებდით. ხომ გითხრეს რომ ყველა საავადმყოფო შეამოწმეს? შემოდით. ბოდიშს გიხდით? მომარაგებლებთან შეხვედრისთვის სტუმრების სია მოგემზადეთ. საბოლოო ვარიანტია გადახედეთ. კარგი. ცოტა ხანს დამელოდე, ახლავე გადავხედავ. იცი ბურაკ მინდა ბოდიში მოგიხადო. ბოლო დროს სულელურად ვიქცეოდი. კარგი. გაგზავნე. გმადლობთ, ნახვამდის. მელექი უხეშად მოქცევას არ იფსახურებს. უხეშად? ილოცოს რომ აქ სკანდალი არ მოუწყვე. რა სისულელია. ბოდიში მოუხადე და ამით დამთავრდება. მე უნდა მოუხადო ბოდიში. ჩემი ცოლი გალანძღა, რამდენი რამ აკადრა, ახლა მე მოუხადო ბოდიში. არ მესმის, რატომ იცავ მელექს? ასე როგორ შეიძლება? კარგი რა. მას არ ვიცავ ბურაკ. მაგრამ შეეცადე გაუგო. ისე მიატოვე რომ არაფერი აგიხსნე ამისთვის. შეგეძლო სხვანაირად დაგესრულებინა. რას მთავაზობ, რადგან შეცდომა დაუშვი, ამიტომ მისი შეურაცხყოფაც უნდა ავიტანო? ამ ამბავმა ყველა გაგვანერვიულა. მენუც განიცდის. ბოდიში მოგიხადა, შენც იგივე გააკეთე. კარგი რა, თუ ღმერთი გზავს. ბურაკ. ხო. ასე არ შეიძლება. მართალი ხარ, მაგრამ მან თავისი შეცდომა აღიარა. მიდი დაელაპარაკე და პატიებას თხოვე. ცივილიზებულად მოიქეცე. ბოდიში მოუხადე და არც კი შემომხედა. უზრდელია, ნამდვილი თავხედი. წარმატებები. გმადლობ ბატონო ბურაკ. მელეკ დაჯექი და დამშვიდდი. მომიყევი რა მოხდა. მელეკ. ცოტა ხანს გცალია. მე გავალ ნახაზებს გადავხედავ. მე არ მინდოდა შენი წყენინება. ეს კარგად იცი. ჯობდა შვიდად დავშორებოდით ერთმანეთს. მართალი ხარ. ბევრი შეცდომა დაუშვი, მაგრამ ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა. რას ვიზამთ? გულს ვერ ვობრძანებთ. ვინ უნდა შეგვიყვარდეს? სუდად გამომივიდა, მაგრამ გეფიცები. შენი წყენინება არ მინდოდა. მეც ბევრი სისულელი ჩავიდინე, ვიცი. მაშინ ძალიან ცუდად მოვიქეცი, თუმცა მე ვინანე. ესე იგი შევრიგდით? კარგი. დიახ, ისმენთ? აბა, რა ხდება? ხომ გითხარი დაგიბრუნდება მეთქი? რა უნდოდა? არაფერი. ბოდიში მომიხადა. მითხრა შეგვეძლო მშვიდად დავშორებოდითო. ძალიან კარგი, ხომ ხედავ? ედეში რა გაგიჟდი? მიმოხვედრა რომ ერთმანეთს დავშორდით. ყველაფერი დამთავრდა, მორჩა. იმედი აღარ უნდა მქონდეს. ასე ნოლაპარაკობ მელეკ. დამინჯერე ეს საქციელი ვერ დაგეხმარება.
თუ გინდა რომ ბურაკი დაიბრუნო, უნდა აგრძნობინო რომ მის გვერდით ხარ. მასთან ახლოს უნდა იყო. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგივიწყოს. ეს გულისკენის მეც არაფერს მომიტანს. ძვირფასო ეთყობა ქალის ეშმაკური ხრიკების შესახებ არაფერი ხსმენია. ქორწინების რთულ პერიოდში ვინ უნდა იყოს მის გვერდით, შენ? არ ვიცი. ზოგი ბიჭი ასეთია. სუსტი გოგოები მოსწონს. არ იცი? წრემლების ღურა საჭირო არ არის. რასაც გეუბნები, ის გააკეთე. იცი როგორ მომენატრა? როცა შემოვიდა მომიდა რომ ამდგარიყავი მოხვეოდი და არასოდეს გამეშვა. ეს დროც დადგება. დაელოდე ძვირფასო, ნოჩქარდები. ასე გონია? აუცილებლად გაიმარჯვებ. დამინჯერე გთხოვ. მე ედას მადლობას ეტყვი. სად იყავი ამდახანს? მოიწყინე? გითხარი წამომყევი მეთქი, მაგრამ გაჯიუტდი და მანქანაში დარჩა. გთხოვ, დროზე წავედეთ აქედან. კარგი. ყველა განყოფილებაში ეტყობინეს. ქერემა ყველგან განაცხადე, რამეს თუ გაიგებენ, მაშინვე შეგვატყობინებენ. ბურაკ მეშინია ნამდვილად რაღაც შეემთხვა. ძვირფასო, სისულელეს ნუ ამბობ. ყველა საავადმყოფო და პოლიციის განყოფილება შეამოწმეს. მამაშენ სიპოვიან. რამე რომ მომხდარიყო, აქამდეც გავიგებდით. არ ვიცი. საყვარელო, ნუ გეშინია. ცუძე ნუ ფიქრობ, კარგი? ხო, ამის ძალა არ მყოფნის. მისმინა. მე მგონი მამაშენი სპეციალურად იმალება. მარტო ყოფნა სჭირდება, ზვირფასო, გამოჩნდება. ერწმუნე, გამოჩნდება, ნუ გეშინია. ოჩახჭემული ლიპუტო. რა გიმრიელად ჭამ ძვირფასო? მეც ბოლომდე შევჭამ. რა თქმა უნდა საყვარელო. ორივე ძალიან ყოჩაღები ხართ, მალე დაამთავრეთ და დეიდა ფირდევსი კენკრიან ნაყინს მოგიტანთ. ყველაფერი კარგადაა? თქვენი ჩამოსვლის მერე მშვენიერი მადა აქვთ. თვალი არ ეცეთ. მე თითქმის დავამთავრე. სადმე მიდიხართ? ხო, ოფისში უნდა წავიდე, საქმე მაქვს. მეცდები საღამოს ადრე დავბრუნდე. კარგი. ფირდებს საჩუქარი გიყიდე. ქალბატონო შახრაზად, რატომ შეწუხდით? რას ამბობ, რა შეწუხებაა? რა ლამაზი შარფია. დიდი მადლობა. არაფერს. სიკეთეში მოიხმარა. გმადლობთ. მე მალე მოვალ დეიდა ფირდევსი არ გააბრაზოთ, კარგი? კარგი დედა. კარგი. დროებით. შესონ როგორ მიეცი ამის უფლება? როგორ? მე არაფერ შუაში ვარ. შვილებს გეფიცებით, არაფერი ვიცოდი. ის და გოგოები ერთმანეთს გამოფენაზე შეხვდნენ, აქ მოსვლა ალი ქემალს უთხოვია. ხელი რატომ არ შეუშალე? მე რისი გაკეთება შემეძლო, რა მექნა? კარგი რა, გეყოფა. ჩვენივრად გიცნობ. თუ მოინდომებ ეშმაკის შეცდენა შეძლებ. დედა, გეფიცებით არ გატყუებთ. არ მინდოდა რომ მოსულიყო, არ მინდოდა რომ შევხვედროდი. ამიტომ გარეთ გავედი, სასეირნოდ წავედი. მე შვილებისთვის თვალებში როგორ უნდა შემეხედა. კარგი, კარგი. დაწყნარდი მჯერა. ისევ რეკავს. თავს არ მანებებს. ღმერთო, როგორ მოვრიქცე? უპასუხე. შეხვედრაზე დათანხმდი. მეუბნებით რომ შეხვდე? ო, უპასუხე. შეუთანხმდი. ალო? ფესონ, სელიმ? ფესონ, ძალიან მომენატრე. ვეღარ ვითხრენ, შენი ნახვა მინდა. ხომ შეიძლება შეხვდეთ? თუ ყველაფერი ახლა გითხრა. ტელეფონით არ შეიძლება. შევხვდეთ. კარგი, სად შევხვდეთ? სად? აქ მოვიდეს. თუ გინდა ჩემთან მოდი. სახლიდან ვერ გავდივარ, პატარა შვილი მყავს. თან სახლში დამხმარეც არ მყავს. კარგი, ფესონ. ოღონდ შემხვდი და სადაც გინდა იქ მოვალ. როდის? როდის? ახლავე. არ ვიცი, შეგიძლია ახლა მოხვიდე? კარგი, მალე მოვალ. კარგი დროებით. გოცნი, ფესონ. დიდხანს არ გალუდინებ.
ყველაფერი შენი ბრალია. ახლა ნუ ხარტირი. ურაკ, ხორ ჩეჭამ? ამას როგორ მეკითხები ძმაო? ძალიან მშია. დღეს მელექი ვნახე ჰოლდინგში. ქერემთან შემოვიდა კაბინეტში. მერე? არაფერი. როგორც იქნა ბოდიში მომიხადა. მითხრა ზედმეტი მომივიდა და მაპატიეო. შენ რა უპასუხე? რას გულისხმობ? ბოდიში რომ მოგიხადა, რა უპასუხე? მეც ბოდიში მოუხადე. უთხარი შეგვეძლო ერთმანეთს მშვიდად დავშორებოდით მეთქი. ასე რომ ეს თემა დახურულია. შვენიერია. გილოცავ ბორაკ. სეზენ მოიცადე. როგორ იქცევი სუფრიდან რატომ ადექი? ანუ ერთმანეთს ბოდიში მოუხადეთ, ყოჩახ. დამღალა თქვენმა ასეთმა ცივილიზებულმა საქციელმა. ვერ ხვდები რატომ აზვიადებ? რა მოხდა? რას ნიშნავს რა მოხდა? აბა რა მექნა? გოგომ ბოდიში მომიხადა. მითხრა რომ შეცდა. როდემდე შეიძლებოდა ასე გაგრძელება? ბოდიში შენ მოგიხადა, ხომ ასია? იმ გოგომ საშინლად გამლანძღა, მისთვის კახპა მდიდარ კაცებზე მონადირე ვარ, შენ კი რა უცებ აპატიე. არც კი მჯერა რომ ამ სისულელეს ამბობ. აღარ მინდა ჩვენ ცხოვრებაში ჩაერიოს, უკვე მომბეზრდა. რა თქმა უნდა, შემთხვევით მეგობრებად ხომ არ დარჩით. იქნებ ახლა ყველამ ერთად უნდა ვიაროთ. რა სისულელეს ამბობ, სეზენ? სეზენ, მე შენ მიყვარხარ, გესმის? ძალიან მიყვარხარ. ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. თუ გინდა იმ ჰოლდინგში არ მივალ, ყველას ჩამოვშორდები. გეფიცები, გასაგებია? გაღი. Kesin. Çemalamazım. არ მომეკარო. რა ხდება? კი, მაგრამ როგორც ხედავ, ჩემს რძალს თავს არ ანებებ. უსინდისო და უღირსი კაცი ხარ. როგორ გაბედე აქ მოსვლა და ჩემი შვილიშვილისთვის გაკვეთილის ჩატარება? ქალბატონო აქ მოსვლა არ მინდოდა, ალიქა მამამ თხოვა. ხომ გაგაფრთხილე ჩემ შვილიშვილს, ვეღარ ამეცადინებ მეთქი. გთხოვე რომ ჩემ შვილსა და რძალს ახლოს აღარ გაკარებოდი. მომისმინეთ, ფიუსუნი დიდი ხანია თქვენ შვილს დაშორდა. ასე რომ არ გაქვთ უფლება. ფიუსუნი ჩემი შვილიშვილების დედაა, გასაგებია? დედა. ამ სახლიდან გაეთრიე. თუ კიდევ ერთხელ მიუახლოვდები ამ სახლს და ფიუსუნს თავს მოაბეზრებ, ვერ წარმოიდგენ რა დღეში ჩაგაგდებ. გესმის? გაეთრიე. ამ სახლში მოსვლა არ მინდოდა. აქ აღარასოდეს მოვალ, არ ინერვიულობ. გაეთრიე აქედან. გაეთრიე. დედა. ჩუმად. დედა. შენ არ ხუმრობ. კონცერტის ბილეთები იშოვე? კი, მაგრამ როგორ? ისე ოცნებობდი რომ შევეცადე მეშოვა. სიხარულისგან თავს ვერ ვიკავებ. უნდა გაკოცო. იმედია ხელი არ შეგეშალეთ. გამარჯობა ქალბატონო შაჰრაზად. გამარჯობა შაჰრაზად. გამარჯობა. იცით, ჩემთვის ბილეთია. ფუნერმა კონცერტზე დამპატიჟა და მე ვეღარ როგორ არის საქმე? ყველაფერი კარგადაა. სანამ წასული იყავით, მუშაობდით. ჩვენ კარგია, ოჩახ. გამომართვი?
ეს კი შენ. ქალბატონო შაჰრაზად რატომ შეწუხდით? გმადლობთ. რას ამბობ, რა შეწუხება? მიხრიბანი არ ჩამოსულა? არა, იქ დარჩა მეგობრებთან ერთად მშვენიერ დროს ატარებს. ქალბატონო შაჰრაზად, ეს არაჩვეულებრივი სუნამოა, ძალიან მინდოდა. დიდი მადლობა. არაფერს. რა კეთილი ხარ შაჰრაზად, გმადლობთ. ნახე რა კარგი სურნელი აქვს. კარგი, მიდი ყავა მომიტანე. ახლავე შაჰრაზად. კარგი. გამარჯობა. გამარჯობა, ედა მიხარია შენი ნახვა. როგორ ხარ? მეც მიხარია თქვენი ნახვა. დაჯექი. იმედი არ დავაგვიანე. არა, რას ამბობ? რას დალევ? რასაც თქვენ დალევთ. კარგი. განი, ქალბატონ ედაცაც მოუტანე ყავა. ახლავე შაჰრაზად. აბა, როგორ ჩაიარა ბაქოში ვიზიტმა? ძალიან კარგად. სეირნობდი მიხრიბანთან ერთად ქალაქი დავათვალიერე. ბაქო ძალიან ლამაზია. როგორც კი შესაძლებლობა გექნება, უნდა ნახო. მიხარია. ელექტრონული პოსტით მომარაგებელთა სია გამოგიგზავნეთ. ალბათ მიიღეთ ჩემი წერილი. არა, არ მიმიღია, სასტუმროში ინტერნეტის პრობლემა იყო, პოსტას ვერ ვამოწმებდი. აქ რომ ჩამოვედი ვნახე. გმადლობ. იმ სიის გარეშე პრობლემას ვერ მოვაგვარებდი. რას ამბობთ? მიხარია რომ რაღაცით მაინც შევძელი თქვენი დახმარება. ოჯახ განი. ინებეთ? გმადლობ. ქალბატონო შაჰრაზად. ეს ახლა ხან მივიღეთ. სამედიცინო ცენტრის გახსნის ფოტოებია. ბიზია ბურჰანმა გამოგზავნა. გმადლობ. მედა ერთი კარგი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა. შეხედე? იმედია იმ უბნის მოსახლეობა ბედნიერია. ნეტავ ყველა ადამიანი ჯანმრთელი იყოს. ქალბატონო შაჰრაზად, ესენი ვინ არიან? ჩემი გარდაცვლილი მეუღლის მშობლები არიან. თქვენი გარდაცვლილი მეუღლის? ხო. ქანის მამა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ვეხვარ. თანა გიგრძნობთ. გმადლობთ. მიუხედავად იმისა, რომ ბატონო ნურზე იქორწინეთ, გარდაცვლილი ქმრის ოჯახს მაინც არ ივიწყებთ. რა თქმა უნდა, რატომ უნდა დავივიწყო? ისინი ჩემი შვილის ბებია და ბაბუ არიან. მართალია. ასეც უნდა იყოს. ამ შაბათს მათ სანახავად წავალთ. დედა მიხრიბანი რატომ არ ჩამოვიდა? განძირფასო ჯერჯერობით ბაქოში დარჩება. ძალიან ბევრი მეგობარი ყოლია. ერთი წუთითაც არტოვებენ მარტო. ისვისაც კარგია მეგობრებთან შეხვედრა. ო, რა თქმა უნდა, სამშობლოში ყოფნა სულ სხვა. იმის ნებაც კი არ მისცეს, რომ სასტუმროში დარჩენილიყო. როგორ? მისი ერთი მეგობარი მოვიდა, გულიანარი, უნდა გენახა რა საყვარელი იყო. მიხრიბანის ტყუპის ცალი გეგონებოდა. უთხრა სასტუმროში ვერ დაგტოვებ. აქ დარჩებიო და წაიყვანა. ესე იგი სასტუმროში მარტო იყავი? ხო. რა მოხდა, ისევ რამე პრობლემაა? არა. უბრალოდ არ ვიცოდი თუ მარტო რჩებოდი. იმდენი შეხვედრა მქონდა, რომ სასტუმროში მხოლოდ ღამის გასათევად მივდიოდი. დღისით თითქმის არ ყოფილვარ. შვილო, რა მოხდა? რატომ არ შეჭამე ბოლომდე? არ მოგეწონა? მომეწონა, მაგრამ აღარ მინდა. საყვარელო დესერტი მოგიტანა? ხო, დეიდა პირდებს. შენ უშეწოხდები პირდებს. გულჯაანი მოიტანს. კან დესერტი გინდა? გულჯაან ძვირფასო. თუ შეიძლება დესერტი მოგვიტანე. ქურთკოვის რაიონში ერთი პროექტი იყო. კარგი იქნებოდა მასზე მემუშავა, მაგრამ სხვებს გადასცეს. რატომ? რომელიღაც ჰოლდინგმა დაგვასრო. ხო. რთულია მსხვილ კომპანიებთან ბრძოლა. ისინი ხომ დაბლ ფასებს გთავაზობენ. რა თქმა უნდა. ისიც დიდი კომპანია იყო. ჯერჯერობით შენთვის არაფერია ოსჯან. თუ ბინი აფიში რამე გამოჩნდება, დაგირეკავ. გმადლობ, ედა.
რამე მოხდა? რა შესაქმე? არა, არაფერი. იცი შაჰრაზადს რა სადმე შეხვდი? ჯერჯერობით არა? ერთმანეთს წერილებს წერთ. გუშინ ძალიან საინტერესო შეტყობინება გამომიგზავნა. რა მოგწერა? განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ძალიან თბილად მომიგითხა. ძველი დრო გაიხსენა. რა მოგწერა, რა ამბობ? მომწერა რა სამწუხარო, რომ დროის უკან დაბრუნება არ შეიძლებაო. ოზჯან, რა ხდება? არაფერი, სერიოზული არაფერი. მოდი ძველ დროს გავუმარჯოს. ჩვილო, ეს ჟირაფია, წაიგითხე? დაწერილი ლილიპუტი აქვს? ჟირაფი ჩვენ პლანეტაზე ყველაზე მაღალი ცხოველია და გრძელი კისერი აქვს. ოჩახ შვილო. შეხედე მართლა რა მაღალია. იცი მე, ზაოპარკში ძალიან მაღალი ჟირაფი ნახე. ძალიან კარგი, ოჩახ. აბა ბავშვებო, ძილის დროა. აი ეს კი? დედა ცოტა ხანს ვიქნებით. დროზე დაიბანეთ და დაწეკით. მოდი ლილიპუტო, წამოდი ძვირფასო. შეიძლება დედა ფირდევსმა დამაწვინოს? კარგი. ფირდევსმა დაგაწვინოს, მაგრამ ჯერ ორივე აბაზანაში შედით. აბა წავედით. დავიბანოთ. ვილები გავიხეხოთ. გავიქცეთ. ყინული ისევ გათავდა. რამდენჯერ გაგაფრთხილეთ, მითხარი. ორი მაცივარი რომ გქონდეს, ყინული მაინც არ გიყოფა. ამდენს რატო ვლაპარაკობ? არცად არ გაგვიანდება? მე მზად ვარ, მაგრამ ის ჯერ ემზადება. აჰუ, დროზე. მოვდივარ. აჰუ, პრობლემას ხომ არ ქმნის? რა პრობლემა უნდა შექმნას ამ საქმისთვისაა დაბადებული. ოჩახ, რა ლამაზი ხარ? მოგწონთ? თმის ახალი ფერი მიხდება? ლამაზი ხარ? ყვავილს გავხარ, ყვავილს. ძმაოთამერ, ნუ მარცხვენ. კარგი რა, რას ნიშნავს გარცხვენ? იქაურობას ნამდვილად გაანათებ. დავედით, ვაგვიანებთ. აჰუ, აბათი იაგულ. ოჩახ, ასე განაგრძე. აი გულ წავედით. რა ყოჩაღი ხარ შვილო? მოგწონს როგორც დავკეცე? ხო? ძალიან ლამაზია. შეიძლება ლილიპუტს ძილინების ავუსურვო? შეიძლება. ერთად მივიდეთ. წამოდი. მოვედით რომ ლილიპუტს ძილინების ავუსურვოთ. ბავშვს ნუ შევაწუხებთ. ცოტა დაიღალას ძინავს. ლილიპუტს უკვე ძინავს. წამოდი, ჩვენც დავიძინოთ. ძილინებისა ფირდევს. ძილინებისა. ძილინებისა დაიდა ფირდევს. ძილინებისა. ბავშვებმა დაიძინეს? ხო. ონურ. ისმენ. ფირდევსი ნილუფერის მიმართ ზედმეტ ყურადღებას ხომ არ იჩენს? ყოველთვის ზრუნავდა მას, ერთმანეთი ძალიან უყვართ. არა სხვა რამე ვიგულისხმე, თითქოს ნილუფერის გარდა ვერავის ვერ ამჩნევს. რა არის ამაში ცუდი? კარგია რომ ერთმანეთს ეზრუნავენ. რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ რა ვიცი, თითქოს უნდა რომ ნილუფერი მე და ჩემ შვილს დაგვაშოროს. რა სიზღვრელია, უბრალოდ გეჩვენებ. არა, დიდი ხანია ამას ვაკვირდები და შევამჩნიე. ეს როგორი ფიქრე? ერთმანეთი რომ უყვართ, ეს გადარდებს? მსგავსი რამ აზრადაც არ გამივლია, უბრალოდ ვიგულისხმე რომ ფირდევსი მას ძალიან უცნაურად ექცევა. სულ ესაა? შაჰრაზად, ყველა დაზვიადებ. ერთმანეთს კარგად უგებენ, სულ ესაა? კარგი ონურ. ჩავთვალოთ რომ არაფერი მithქვამს და არ ჩემ მოგისმენია. კარგი.
კან საყვარელო გვაგვიანდება იქიდან პირდაპირ ბატონ ბუჰრანთან წახვალთ? ხო დედა წავიდეთ მზად ვარ კარგი წავიდეთ ლილიპუტო როცა დაბრუნდები არ გინდა რომ რამე მოგიტანო არ მინდა მამა ჩვენ წავედით კარგი შვილო აბოა ჩემგან მოგითხვა გადაეცი გადავცემ თავს გავფრთხილდი კარგი მოდი შვილო წავიდეთ რა მოხდა საყვარელო? რატომ მოიწყილი? დედა შაჰრაზადს ახალ ვუყვარ ვარ? რას ამბობ შვილო, ეს როგორი ფიქრი? აბა რატომ არ წამიყვანა? მე ხომ ყველაფერი აგიხსენე. მათ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე აქვს თან? მეც არ წავსულ ვარ. ჩვენ ორდინ მთელ დღეს ერთად გავატარებთ, რასაც მოისურვებ, იმას გავაკეთებთ, კარგი? არაფერი არ მინდა. ასე ნუ ამბობთ, ხო? რომ ძალიან წყინს. ბატონო ნურ ერთი ძალიან კარგი იდეა მომივიდა მე და ნილუფერი წავალთ და გემრიელ ქიშმიშიან ნამძღვარს გამოვაცხობთ რა სიტყვი თანახმა ხარ? რა თქმა უნდა თანახმა არა საყვარელო ნამძღვარი გინდა? მინდა ძალიან მინდა დედა პირდებს მოდი კაკაოც დავამატოთ როგორც გინდა შეგვიძლია ყავაც დავამატოთ შენს ბრძანებებს ველოდები აბა წავედით მიდი შვილო გაიქეცი დამოდი დამოდი განი ბურჩინის ვარდისფერი პლედი არ გინახავს მის ოთახშია ოთახში ვერ ვიპოვე ვერ ხედავ რომ ნერვიულობ დამეხმარე მის ოთახში იყო უბრალოდ ვერ დაინახე მომეცი თითქოს დაბრმავდი ვერაფერს პოულობ რატომ ნერვიულობ ადვილი ხომ არ არის ამდენი ხნის მერე იმ სახლში დაბრუნება ფული რა თქმა უნდა შენ რატომ არ ხარ მზად დაიკო შეიძლება ცოტა მოგვიანებით მევიდე არ მესმის რატომ ერთ ადგილას ვაპირებდი წასვლას და ხონერთან გინდა შეხვედრა როგორც ჩანს ერთმანეთის გარეშე ვერძლებთ ასე კარგია კარგი ნეტო მისი წამოყვანაც შეგეძლოს მაგრამ რას ამბობ როგორ შეიძლება ბიძე ბურჰანი ჰუნერს არ იცნობს იცოდე არ დაეგვიანო თორემ გავბრაზდები კარგი დადი ომართლა ფაქიზეს უთხარი ბურჩინის ეტლი მანქანამდე მოიტანოს კარგი მაიაზე მამასაც ქონდა ზურგჩანთა? რა თქმა უნდა ქონდა უზარმაზარი სამოგზაურო ზურგჩანთა ესე იგი ძლიერი იყო არა? ო ძალიან ძლიერი და კეთილი იყო არასოდეს არავის არ აბრაზებდა კიდევ რას აკეთებდა? ბევრ რამეს აკეთებდა საყვარელო რასაც მამა აკეთებდა მეც იმას გავაკეთებ რა თქმა უნდა გააკეთებ შვილო სად იყავი ამდენ ლოდინით დავიღალე ქალაქში საცობებია აბა როგორ გამოვიყურები ისეთი ლამაზი ხარ ნუ აზვიეთებ სიმართლეს გეუბნები ფიუსო გეყოფა თუ ღმერთი გწამს ფიუსო ძალიან მენატრები არ გინდა შენი განუმეორებელი სურნელი მიყვარს ხო ბატონო ფიუსონ ბურჩინმა გაიღვიძა ხომ თხოვეთ რომ გაიღვიძებს ჩააცვიო კარგი გმადლობ დავიდეთ ვაგვიანებთ ძირფასა კარგი წავიდეთ აი დედიკოც ამას პირში ნუიდებ მოდი ნუ დირი წავედით იქ მამას სახელი წერია? ხო შვილო მოდი შეგნით შევიდეთ
გამარჯობა ქალბატონო. გამარჯობა ქალბატონო შეხრაზად. გამარჯობა, როგორ არის საქმე? ძალიან კარგად. თქვენი შვილია? დიაკანი. გამარჯობა ქან. გამარჯობა. ახმეტევლია უღლო, მამა ჩემია. ვიცი. მე ბაბუა შენსაც ვიცნობ, ქალბატონო შეხრაზად. კარგი საქმე გააკეთეთ. დიდი მადლობა. ექიმო, ჩვენ მხოლოდ შენობა ავაგეთ. ექიმების გარეშე ვერაფერ შევძლებდით. ასე ნუ ამბობთ. ამ რაიონს აუცილებლად შრედებოდა ჯანმრთელობის სახლი. მოსახლეობა უზომოდ მადლიერია. ძალიან მიხარია. აბა, მოგეწონა? ძალიან ლამაზია. გამოდი ბავშვთა ოთახს გაჩვენებ. რა მოხდა პიუსონ? არ ვიცი. ბრელავ. გოგონები შენთან შეხვედრას დილიდან ელოდებიან. დავიდეთ. წავედით. დედა. დედა მოვიდა. ჩემო საყვარლებო. რა ლამაზები ხართ. დედა, ბურჩინს ავიყვან. დაიკო, როგორ გაზრდილ ხარ? გამარჯობა. 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 დაიკო, მოდი ნიმეთ მოგიხვიო. ძალიან მოგვენატრეთ. ჩვენი პატარა დაიკო. აი შენ. მოდი ჩემთან. მგონი გამختار ხარ. ქალბატონო ფისო, ნეტავ ასე იყოს. აბა, დავედით. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიერის მიერ.